Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რა თქმა უნდა, არეალში ერთიანდება და ძალიან მახარებს იმ მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთება, რასაც დღეს ვაკეთებთ სწორედ არეალში. ძალიან მახარებს იმ არაჩვეულებრივი რესპონდენტების გაერთიანება, რომლებიც ერთიანდებიან დღეს არეალში და იმ ღონისძიების ტირაჟირება, რომელსაც ვესწრებით დღეს, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი აქცენტებით, რომელიც ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და წამახალისებელიც არის. დღევანდელ ღონისძიებას გულისხმობ. დღეს ანი ხავთაზი AIM ჯგუფის გენერალური მენეჯერი ერთიანდება არეალში კლავ დეველოპერული მიზნებისთვის. ანი უღრმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის პირველ რიგში. ჩვენ არ გქონია აქამდე არასდროს კვეთა არც ერთ ობიექტივში და ძალიან მახარებს რომ დღეს გაგიცანი იქიდან გამომდინარე რომ დიდი ენერგეტიკული ველი მოდის შენგან საქმიანი რომელიც დარწმუნებული ვარ სასარგებლო პროექტებში იღვრება. როგორ გრძნობ თავს არეალში? გამარჯობა, სასწაული გარემოა და შენთან ყოველთვის სასიამოვნო იქნება ამის შემდეგაც. უღრმესი მადლობა. მადლობა რომ ამ ეთერის სტუმარი ვარ. და იმედი მაქვს რომ სასიამოვნო საუბარი გექნება აუცილებლად. უკვე ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის შენი გაცნობა და ძალიან მახარებს რომ სამომავლო გეგმებიც უკვე დავისახეთ არეალში. როგორ ეხმარება Property Georgia და FFC Georgia დღევანდელი ღონისძიებით დეველოპერულ ბიზნესს? ani ძალიან საინტერესოა, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად მსგავსი ღონისძიებების არსებობა? ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან არ ვართ განებიურებულები ქართულ ბაზარზე ასეთი ძვირფასი ღონისძიებებით სამშენებლო სფეროში. ჩვენ შარშანაც ვიყავით მონაწილეები Property Georgia's ამ ღონისძიების. სხვა შორის ძალიან კარგი შედეგები გამოიღო. მინდა აღვნიშნო რომ შარშან ჩვენ ღონისძიების ფარგლებში ბინაც გავყიდეთ ბაგებში, მაშინ ბაგები ქონდა წარმოდგენილი. დღეს ვართ ვარკეთილის და გდანის პროექტით და იმედებს ვამყარებთ რომ დღესაც აუცილებლად იქნება დიდი გამოხმაურება ჩვენ პროექტებში. ამ ღონისძიებას რაღაც გარკვეულწილად დადებითი ენერგეტიკაც დააქვს, რომელიც შემდეგ უკვე პროექტებში წარმატებით იღვრება, ხომ ასე? რასაკვირველია. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი გავიცანით შარშანაც და წელსაც მოგვდევს ის ლიდები, ასე ვთქვათ, რაც შარშან არ ჩაიხურა, იმიტომ რომ უნდათ სხვა პროექტები, მარტო ბაგები არა, თქვა სხვა უფრო პატარა ბინები სხვა გარეუბნებში და წელს იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ხალხს გავიცნობთ და კარგად დასრულდება ეს გაცნობითი სარფიანად დასრულდება. გაცნობითი მხარეს და შემდეგ უკვე საქმეში ინტეგრირებული თანამშრომლობაც. ani ხელოვნური ინტელექტი შენს ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტის გარეშე ნებისმიერი რამის გაკეთება პრინციპში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში. დღეს ეს ერთ-ერთი მთავარი ხაზია დღევანდელ ღონისძიებაზე, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება პოპულარიზაცია იმ პროექტების, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება დაესწროს ნებისმიერი მსურველი დღევანდელ ღონისძიებას. თავად რამდენად ხშირად იყენებთ თქვენ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტს? ჩვენ საქმიანობაში უკვე გარდაუვალია რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ გამოვიყენოთ, რატომღაც ადრე თუ ვერ წარმოვიდგენდით ხოლმე როგორ შეიძლებოდა ასე მარტივად დაგვესრულებინა ის кейსები, რასაც დღეს ხელოვნური ინტელექტით ვასრულებთ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ უფრო გამარტივებულია პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი საქმიანობა და ის რაც დღევანდელ ღონისძიებაზე დაინერგა ეს AI-ის ინტეგრირებული ლიდებში, მართლა ძალიან საინტერესოა, ჯერ არ გამოგვიცდია, მაგრამ პრეზენტაციაზე როგორც მოვისმინეთ, იმედი მაქვს რომ კარგ შედეგს გამოიღებს ნამდვილად. დარწმუნებული ვარ ასე იქნება. დღეს საქართველოში დეველოპმენტი უფრო მაღალი ბოგების ბიზნესია თუ მაღალი რისკის თქვენი გადმოსახედიდან? რა გამოწვევები გვხვდება დღეს სწორედ პრემიუმ ხარისხის დამკვიდრებისას? ani ვფიქრობ, რომ რისკები ყველა ბიზნესში არის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა, ასევე სამშენებლო ბიზნესში, მაგრამ როცა კომპანია მყარად დგას ფეხზე და აქვს 15 წლიანი გამოცდილება, როგორც ჩვენ მაგალითად, უფრო მარტივდება ამ რისკების გაცვლა წინასწარ, რასაკვირველია. შენ ხარ ერთ-ერთი მთავარი რგოლი შენი კომპანიისთვის, შესაბამისად ვის თუ არა შენთვის უნდა მეკითხა ამ გამოწვევების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ასეთივე პროფესიონალური პასუხი გაგვეცა 15 წლიანი გამოცდილების ფონზე. გამოცდილებას ცხადია თავისი მოაქვს, თავისი გამოცდილება მოაქვს, თავისი რისკების რაღაც წილად გათვლის მიმართულებას ცხადია მოაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ყოველწლიურად განვითარების პროცესში, დეველოპერული ბიზნესის განვითარების პროცესში, ყოველწლიურად კი არა შეიძლება ითქვას ყოველთვიურად სიახლეს ხვდებით აქ. გამოწვევების იმატებს თუ იკლებს და როგორ უმკლავდება ქართული ბიზნესი სწორედ მსოფლიო გამოწვევებს. ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, AIM ჯგუფი 15 წელზე მეტია უკვე როგორც აღნიშნე ოპერირებს ქართულ სექტორში. ჩვენ არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისსა და რუსთავშიც გვაქვს მშენებლობები.
და ამ გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი საქმე გვაქვს ჩვენს და უფრო მეტი და მეტი ინტერესი არის მომხმარებლების მიერაც. გამოწვევები ყოველწლიურად იზრდება, კონკურენციაც იზრდება, რასაკვირველია და ეს პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა. კონკურენცია საინტერესოა, როგორც კონკურენციას გამოწვევები ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. რა თქმა უნდა. მივყვებით ფეხ-და-ფეხ, აი ეხლა AI-ც ძალიან საინტერესო იქნება, როგორ შემოვიდა, ვინ როგორ ავითვისებთ. აბსოლუტურად ყველას წარმატებას ვუსურვებ, როგორც აი კონკურენციაც აღვნიშნე და ასევე ყველამ ჩვენი საქმე რო კარგად ვაკეთოთ, პრემიუმად ვაკეთოთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელი არის, ჩვენ ხარისხზე მუდმივად ვმუშაობთ და ვითარდებით. და რაც შეეხება გამოწვევებს, ამის გარეშე უინტერესო იქნებოდა თითოეული დღე. მე ვატყობ ამ ხასიათს და განწყობა შენშიანი და ძალიან მახარებს, რომ ეს სამოტივაციო ხაზიც დაგვიტოვე. გამოწვევები აუცილებლად უნდა გადავალახოთ, როგორც ანიმ თქვა, პრემიუმად. სწორედ სამუშაო განწყობა ასეთი უნდა იყოს და აუცილებლად სწორედ ამ პრემიუმ განწყობით უნდა კითხოთ სამომავლო გეგმები იმ ჯგუფში. რაზეა კონცენტრირებული თქვენი კომპანია დღეს მიმდინარე პროექტებზე და რა არის სამომავლოდ გეგმაში? ჩვენი სამომავლო გეგმები არის პირველ რიგში განვითარება, რასაკვირველია და განვითარებას არასდროს არ ვწყვეტთ. სხვა ქალაქების ათვისება შეძლებს დაგვარად და ჩვენი მთავარი ნიშა იყო თავიდანვე, ან ჩვენი მიზანი იყო გარეუბნების უფრო მეტად ათვისება და ეს მოვახერხეთ ამ ეტაპზე, მაგრამ კიდევ უფრო გვინდა რომ მეტად ავუცოთ გარეუბნები და ასევე თბილისის სხვა უბნებიც. გვინდა რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ შეძლებს დაგვარად და ბევრი ბედნიერი და კმაყოფილი მობინადრე გყავდეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ასეთი გუნდით ნამდვილად მიაღწევთ თქვენს მიზნებს, ნამდვილად დარწმუნებული ვარ და ასეთი განწყობით და ასეთი შემართებით და უკვე შედეგენი პროექტებით, რომელიც სახეზეა. უღრმესი მადლობა ანი, ველოდებით თქვენ სამომავლო პროექტებს კვლავ არეალში, იმიტომ რომ საამაყო კიდევ ბევრია. AIM ჯგუფის გენერალური მენეჯერი ანი ხავთესი გაერთიან და არეალში. ძალიან დიდი მადლობა.